გერმანია 1945 წელი, ნულოვანი წელი. ქალაქებიდან დაწყებული კულტურით დამთავრებული ყველაფერი ნანგრევებადაა აქცეული. აღდგენის დრო იყო. ეს არის ისტორია მუსიკოსების თაობისა, რომლებიც ომის შემდგომ ნანგრევებში დაიბადნენ და რომლებმაც გერმანიისთვის ახალი მუსიკალური იდენტობა შექმნეს. 1968 წლიდან 1977 წლამდე პერიოდში ისეთი ჯგუფები როგორებიცაა ნოი, კენ, ფაუსტ და კრაფტვერკი დასავლეთ როკ-ენ-როლს მიღმა ეძებდნენ შთაგონებას, რათა შეექმნათ ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური და უკომპრომისო მუსიკა, რაც კი ოდესმე გაშღერებოდა. მათ ერთი საერთო მიზანი აერთიანებდათ, მომავლისკენ მიმართული სურვილი და ეძლიათ გერმანიის წარსული. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ომით შეპყრობილი ბრიტანეთის მუსიკალური პრესისთვის, რომ მათთვის კრაუტროკი ეწოდებინათ. გალბატონებო და ბატონებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კრაუტროკის სამყაროში. კრაუტროკი, გერმანიის ხელახალი დაბადება. სამოციანი წლების ბოლოს გერმანული პოპ მუსიკა ასე გამოიყურებოდა. მას შლაგერს უწოდებდნენ, უწყინარი, სუბუქი პოპი, რომელიც სრულიად მოწყვეტილი იყო ქუჩაში მიმდინარე მოვლენებს. (1968 წელი გლობალური ახალგაზრდული რევოლუციის წელი და დასავლეთ ბერლინი არც ამ შემთხვევაში ყოფილა გამონაკლისი. აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მსგავსად აქაურ ახალგაზრდებსაც სძულდათ არსებული სისტემა, მაგრამ გერმანიაში მმართველ ძალას ბევრად უფრო მძიმე პასუხისმგებლობა ეკისრა. 1945 წელს გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ ქვეყანა გამარჯვებულებს შორის გაიყო. დასავლეთ გერმანიაში საგარეო დახმარების პროგრამამ საფუძველი ჩაუყარა ეკონომიკურ სასწაულს, რომლის შედეგადაც ქვეყანა 50-იან და 60-იან წლებში აყვავდა. თუმცა ამ პრიალა ახალ გერმანიას სათავეში ზუსტად ის ხალხი ედგა, ვინც ხელისუფლებაში ომის დროს იყო. ეს ყველაზე მეტად იგრძნობოდა ბავარიაში, სამხრეთ გერმანიის ალპურ გულში, რეგიონში, რომელსაც ნაციონალ-სოციალიზმთან მყარი ისტორიული კავშირები ჰქონდა. ჰიტლერმა თავისი რევოლუციის დაწყება მიუნხენში აირჩია, ხოლო როცა ბლიცკრიგს არ აწარმოებდა, ფიურერი ბავარიის მთებში დასასვენებლად იმყოფებოდა. მიუნხენელი მუსიკოსებისგან შემდგარი კომუნისტის ჯგუფ ამონდულისთვის 1968 წელს წარსული ზედმეტად აწმყოში იგრძნობოდა. ომის შემდეგ შეუძლებელი იყო უბრალოდ ყველა ადამიანის წაშლა, ან მათი მოცილება, განსაკუთრებით მოსამართლეების და მასწავლებლების. თუ ისინი ნაცისტები იყვნენ, მაინც უნდა დაეტოვებინათ, რადგან ყველას ვერ გააგდებდი, მასწავლებლების გარეშე ხომ ვერ დარჩებოდი. ყველაფერი ისევ იქ იყო, ოღონდ აღარ ხუმრობდნენ. ვერავინ ბედავდა ეთქვა ჰიტლერი ან მსგავსი რამ. სიტყვა ებრაელი გერმანულ ენაში აღარ არსებობდა. ჩვენი მშობლები არ საუბრობდნენ ჰიტლერზე, ებრაელებზე და იმაზე, თუ რას ნიშნავდა ეს ყველაფერი. ისინი უბრალოდ დადუმდნენ. არავინ ლაპარაკობდა ამაზე. მამა ჩემისთვის რომ მეკითხა, ის არასოდეს იტყოდა, რომ ნაცისტი იყო. თუ წახვალ დახაუში, რომელიც აქედან 30 კილომეტრშია და იქაურებს დაელაპარაკები, გეტყვიან, რომ არაფერი იცოდნენ. იმ დღეებში დაწყევლილი ნაცისტები ყველგან იყვნენ. მათ წინააღმდეგ ამბოხი დაიწყო. 60-იან წლებში დიდი რევოლუციური გამოსვლები ჰქონდა. მთელი მიუნხენი ქუჩაში იყო გამოსული. ვებრძოდით პოლიციას, პოლიტიკას, ყველაფერ ამას.
ჩვენ არ გქონდა იარაღიან სხვა საშუალება მათ განსადევნად, მაგრამ შეგვეძლო შეგვექმნა მუსიკა. მოგვეზიდა აუდიტორია და ის ხალხი, ვისაც ჩვენნაირი ხედვა და სურვილები ჰქონდა. ამანდულ ცდილობდა შეექმნა ესიდით გაშღენილი აპოკალიფსური მუსიკა, რომელიც მათი ხედვის ახალი მამაცი სამყაროს საუნდტრეკი იქნებოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდოდა ინგლისური ან ამერიკული მუსიკის კეთება და არც გერმანული შლაგერი გვიზიდავდა. ამიტომ რაღაც ახალი უნდა მოგვეფიქრებინა. ერთადერთი რასაც შეგვეძლო ჩავჭიდებოდით კლასიკური მუსიკა ან ფოლკლორი იყო. დანარჩენი ყველაფერი ინგლისიდან ან ამერიკიდან მოდიოდა. ჩვენ გვინდოდა ყოფილიყავით ინტერნაციონალურები და ძალიან ვცდილობდით, რომ არ ყოფილიყავით არც ანგლოფონები და არც ტიპიური გერმანელები. ასე რომ კოსმოსი ერთ-ერთი გამოსავალი იყო. როცა ვუკრავდით, მე ნამდვილად არ ვმღეროდი. ჩემთვის ხმა უფრო ინსტრუმენტი იყო. ან უბრალოდ გიჟურ რაღაცებს ვაკეთებდი. ზოგიერთს ძალიან აბრაზებდა. მაგალითად, მამა ჩემი მეუბნებოდა, იცოდე ეს მუსიკა არ არის. მათი კომუნა მიუნხენში რადიკალური მემარცხენე პოლიტიკისა და მუსიკის ეპიცენტრი იყო. მათ შორის, ვინც ამანდულს მიყვებოდა, იყვნენ ბაადერ მაინჰოფის დაჯგუფების დამფუძნებლები, ანდრეას ბაადერი, გუდრუნ ენსლინი და ულრიკე მაინჰოფი. ისინი თვლიდნენ, რომ ამანდულ საკმარისად შორს არ მიდიოდა. ერთ დღეს ანდრეასმა და ულრიკემ თქვეს, ისინი ჩვენ არ გვისმენენ და სწორად არ იქცევიან. ჩვენ რეალურად რაღაც რადიკალური უნდა გავაკეთოთ. მაგალითად, რამე გადავწოთ ან ავაფეთქოთ. მათ გადაწყვეტს საწყობი. დაიჭირეს და რა თქმა უნდა ციხეში ჩასვეს. როდესაც ციხიდან გათავისუფლდნენ, იფიქრეს, მოდით ჩვენს მეგობრებთან, ამანდულთან მივიდეთ. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ბაადერმა და მაინჰოფმა მკვლელობების სერია მოაწყვეს, რამაც ისინი გერმანიის ყველაზე ძებნელ ტერორისტებად აქცია. ჩვენ ტურნეში ვიყავით და როცა ჰერშინგში დავბრუნდი, ჩემს ოთახში შევედი და იქ ენსლინი და ბაადერი დამხვდნენ. ზემოთ კრისის ოთახში კი მაინჰოფი იყო. უთხარი, აგრა ჯანდაბას აკეთებთ. სასწრაფოდ გადით აქედან. ახლავე. ეს მძიმე მომენტი იყო. საერთოდ არ მომეწონა ეს ყველაფერი. 60-იანი წლების ბოლოს ერთმანეთს მხოლოდ რადიკალური პოლიტიკა და მუსიკა არ შეჯახებია. ამანდულის ამ ექსპერიმენტულ პერფორმანსს ერთ-ერთი კინოოპერატორი იღებდა, ვინმე ვიმ ვენდერსი. ვენდერსი იმ რეჟისორთა რადიკალური თაობის წევრი იყო, რომლებიც გერმანულ კინოს ხელახლა ქმნიდნენ. ამ რეჟისორებს შორის ყველაზე პოლიტიკური რაინერ ვერნერ ფასბინდერი გახლდათ, რომელიც ეპიზოდურ როლში მონაწილეობდა ამანდულთან ერთად. თუმცა ყველაზე ცნობილი ახალგაზრდა რეჟისორი, რომელიც მიუნხენიდან გამოჩნდა, ვერნერ ჰერცოგი იყო. ის იღებდა ფილმებს, რომლებიც ადამიანის ყოფიერების უკიდურესობებს იკვლევდა. მისი ფილმების საუნდტრეკებს წერდა პოპოლ ვუ, მიუნხენური ჯგუფი, რომელსაც მჭიდრო კავშირი ჰქონდა ამანდულთან. მათ სათავეში ედგა ქარიზმატული ფლორიან ფრიკე. ახლავე მოვძებნი და ვნახავ რას ნიშნავს. აი ვიპოვე, ღირსება. იმ დღეებში მან ასევე დაწერა პირველი ნამუშევარი ფილმისთვის აგიერე ღვთისრისხვა, კლაუს კინსკისთან და ვერნერ ჰერცოგთან ერთად.
მიზეზი, რის გამოც ვერნერი და ფლორიანი ასე კარგად ეწყობოდნენ ერთმანეთს, ის იყო, რომ ისინი მეგობრობდნენ. ისინი ერთმანეთს სკოლის წლებიდან იცნობდნენ. Ich bin der Zorn Gottes. სწორედ ეს ჟღერადობა ასეთი შთამბეჭდავი. გუნდური გალობა, რომელიც ადამიანის ხმებს წააგავს. სინამდვილეში ვენიდან ჩამოტანილი ერთი მანქანის დამსახურებაა. ის სრულიად შემთხვევით იპოვეს და ძალიან გამოადგათ. ეს მუსიკა არანაირ კავშირში არ იყო მეტრონომთან, ან ზუსტ რიტმში დაკვრასთან. ჩვენი გულისცემა და ემოცია იყო ის, რაც ტემპს განსაზღვრავდა. რა თქმა უნდა, ნამდვილი გერმანული მუსიკა სწორედ ელექტრონიკა იყო. იმ დროს, როდესაც დასავლეთის უდიდესი ნაწილი გიტარის ღმერთების როკ-ენ-როლზე გიждდებოდა, გერმანიაში სრულიად სხვა რამე ხარშებოდა. ელექტრონული მუსიკა იყო რაღაც ხელუხლებელი. ის არც წარსულივით იყო შებრალული და არც ანგლო-ამერიკულ იმპორტს წარმოადგენდა. 1968 წლისთვის ეს მიმართულება განსაკუთრებით ბერლინში ვითარდებოდა, ქალაქში, რომელიც არც ერთ სხვას არ გავდა. პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ ბერლინი ერთგვარი იზოლირებული კუნძული იყო. მას ვერც ერთ სხვა ქალაქს ვერ შეადარებდით, რადგან გარშემო გიგანტური კედელი ერტყა. ძველი დასავლეთ ბერლინი სამყაროს დასასრულს გავდა. მის მიღბან ციმბირი იწყებოდა, ან სულ მცირე აღმოსავლეთ გერმანია მაინც. რაც ახლა მშვიდ და წყნარ ადგილად ჩანს, მაშინ მკაცრად დაცული საზღვარი იყო. იმ შემთხვევაში თუ გაინტერესებთ ძველი საზღვრის რომელ მხარეს იმყოფებით, ამ ტრულად განწყობილ გემებს უნდა შეხედოთ. აღმოსავლეთ კომფორტი და დასავლეთ კომფორტი. ეს იყო საზოგადოება, რომელსაც მეტნაკლებად თავადე უნდა გაეკონტროლებინას საკუთარი თავი. ამიტომ კულტურა და ანდერგრაუნდი იქცა ძალიან სპეციფიკურ თავშეკრის წერტილად. სწორედ ეს იყო 60-იანი წლების ბოლოს ამ ქალაქის დამახასიათებელი ნიშანი. ბერლინის მთავარი ანდერგრაუნდ ლოკაცია კი Zodiac Free Arts Lab გახლდათ. 1967 წელს დაარსებული ეს კლუბი მაგნიტივით იზიდავდა ექსპერიმენტატორ მუსიკოსებს. აქ დიდი ხანია არ ყოფილვარ. ახლა აქ მხოლოდ ჩვეულებრივი კაფეა დარჩენილი. 40 წლის წინ ყველაფერი სხვანაირად იყო. საღამოს კარს გააღებდნენ. ჩვენ რეპეტიციას გავდიოდით, თუმცა ეს კონცერტიც იყო, რადგან მსმენელი ყოველთვის გვყავდა. ზოდიაკი მთელი მუსიკალური სამყაროს ცენტრი იყო. მფლობელი გვეუბნებოდა, აკეთეთ ის, რაც გინდათ. ინსტრუმენტებიც კი შეგიძლიათ აქ დატოვოთ. ღამით კარს ვკეტავდით და იქ ყოველდღე ვუკრავდით. ეს იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბერლინის ხელოვნების სკოლაში ჯონ კეიჯის კონცერტს დაესწრნენ, სადაც ის ერთდროულად 35 მაგნიტოფონს და სხვადასხვა ხმებს იყენებდა. მათი ფიქრეს, რომ შესანიშნავი იქნებოდა ბერლინში არსებულიყო ადგილი, სადაც მსგავსი რამის ნახვა დღეში 24 საათის განმავლობაში იქნებოდა შესაძლებელი. ეს იყო ერთგვარი თავშეყრის ადგილი. ნიუ-იორკული ფექტორის მსგავსი სულისკვეთებით. ზოდიაკის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი ექსპერიმენტული არტისტი ჰანს იოახიმ რედელიუსი იყო. რედელიუსი, რომელიც კრაუდროკერების უმეტესობაზე უფროსი იყო, შთაგონებას საკუთარი სამხედრო გამოცდილებიდან იღებდა.
ფიქრობ, მთელი ჩემი შემოქმედება დაფუძნებულია ცხოვრებაზე და არა ხელოვნების კეთებაზე. ცხოვრების მრავალფეროვანი ასპექტების გამოცდილებაზე. ჰიტლერი უგენდის უმცროს თაობას იმპერია. იქ რასაკეთებდით? ასევე სალმებოდით. გვაიძულებდნენ დისციპლინას, რომ ხელოვნების სამყაროშიც მათ გავყოლოდით. მიწევდა პანცერფაუსტის დარება. თუმცა არ მესვრია. უბრალოდ ჯარისკაცობანას ვთამაშობდი, მაგრამ საბედნიეროდ ომი საჭირო დროს დასრულდა. რედელიუსმა ჩამოაყალიბა ჯგუფი კლასტერი. ისინი ambient ელექტრონიკის პიონერები გახდნენ. ჩვენ ვიყიდეთ მარტივი ტონალური გენერატორები. კლავიატურა. და მე ასევე მქონდა ჩელო. უბრალოდ ხმებით სათამაშოდ. ჩელოზე დაკვრა საერთოდ არ ვიცოდი. რა თქმა უნდა, მე უფრო ის ადამიანია, რომელიც პატარა მელოდიებს ქმნის. მე კი რიტმებს და გერით ემიქსებს. ისინი არამუსიკოსების მიერ შექმნილი მუსიკის კარგი მაგალითი არიან. მათ ჰქონდათ ხედვა. შექმნათ ერთგვარი გერითი უტოპია. განსხვავებული სამყარო. განსხვავებული ჟღერადობა. ეს იყო დაპირება იმისა, რომ გარემომცველი საზოგადოებიდან გამოსავალი არსებობდა. გერმანელების უმეტესობა, რა თქმა უნდა, კლასიკას და შლაგერს უსმენდა. Das klingt jetzt grauenhaft. Reinbein. Dieses Mädchen aus unserer Straße hab ich noch immer lieb. Und es gibt einen Grund dafür, dass ich so lange bei ihr blieb. შლაგერებს სულელური ტექსტი და მელოდია ჰქონდათ. თუმცა ყველას უყვარდა. რაღაც მხრივ ამერიკული ჰიტებიც შლაგერები იყო. ელვის პრესლი ამის კარგი მაგალითი იყო. ერთი შეხედვით შლაგერი სულაც არ არის პოლიტიკური. მაგრამ სწორედ ეს ხდის მას პოლიტიკურს. ომის დროს პროპაგანდის მინისტრმა გებელსმა, რომელიც ძალიან თანამედროვე ფაშისტი იყო, დიდი ფული დაამანდა მისთვის სასურველი მუსიკალური ინდუსტრიის შესაქმნელად. რადიო ეთერში შლაგერების რაოდენობა დრამატულად გაიზარდა. Dankeschön. Das war Peter Orloff. გერმანელი როკ მუსიკოსებისთვის არ არსებობდა მუსიკის შესრულების განვითარების ან თუნდაც თეორიულად გააზრების ბევრი გზა, რადგან ქვეყანას მუსიკალური მემკვიდრეობა ამ ჟანრში არ გააჩნდა. გერმანელები ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყვნენ. ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ეს არ უნდა დაგვევიწყებინა. გულისხმობ, რომ ისინი იმდენად სულელები და დამნაშავენი იყვნენ, რომ ორი ომი წამოიწყეს და წააგეს. რაც არ უნდა საშინლად ჟღერდეს, ამას ერთი პოზიტიური მხარე ჰქონდა. მაპატიეთ ამ სიტყვაზე. სხვა გასაკეთებელი აღარაფერი იყო. მათ ყველაფერი დაკარგეს და როდესაც სხვა ფორმის მუსიკაზე დავიწყეთ ფიქრი, მხოლოდ თავისუფალი ფორმა, აბსტრაქტული ფორმა იყო ერთადერთი გზა.
Tangerine Dream-ის ელექტრონულმა სიმფონიებმა სრულიად სხვა სამყარო გადაშალეს, რომელიც შორს იყო გერმანიის წარსულისგან. ისინი და ზოდიაქის სხვა წევრები, მაგალითად კლაუს შულცე, პირველები იყვნენ, ვინც ახლად გამოგონებული სინთეზატორი გამოიყენეს. როდესაც ელექტრონული მუსიკის კეთება დავიწყებ, ჟურნალისტების პირველი კითხვა იყო, რა არის სინთეზატორი? დღეს ამით არავინ დაინტერესდება, მათ ასობით ასეთი ინსტრუმენტის ნახვა შეუძლიათ. მაგრამ იმ დროს შენ უნდა აგეხსნა თუ რა იყო სინთეზატორი. ეს იმდენად ახალი იყო, რომ ვიფიქრეთ, რა კარგია, მოდი რამე ვცადოთ მასთან ერთად. საქმე ის კი არ იყო, რომ რაღაც ვიცოდით. ბავშვები ვითვატრიალებდით ღილაკებს ისე, რომ წარმოდგენა არ გქონდა, რა ხმა გამოვიდოდა მეორე ბოლოდან. მაგრამ ყოველ შემთხვევაში კარგად ჭერდა. და რადგან ისინი ერთმანეთთანაა დაკავშირებული, ყოველ ჯერზე, როცა ღილაკს ატრიალებ, რაღაც ხდება. ოღონდ ნუ მკითხავთ როგორ. ეს ინსტრუმენტი 30 წელზე მეტია მაქვს, მაგრამ ხვალ ზუსტად იგივე ჟღერადობას ვერაფრით შევქმნი. მიუნხენი და ბერლინი ექსპერიმენტების ერთადერთი ცენტრი არ ყოფილა. ევროპული ელექტრონული ტრადიციის ნამდვილი გული კიოლნში ფეთქავდა, სადაც წამყვანი ავანგარდისტი კომპოზიტორი კარლ ჰაინც შტოკჰაუზენი მოღვაწეობდა. შეიძლება ითქვას, რომ 60-იანი წლების დასაწყისში კიოლნი თანამედროვე მუსიკის მსოფლიო ცენტრი იყო. შტოკჰაუზენი ერთ-ერთი კომპოზიტორი გახდა, რომელიც აქ იყო. ის ლექციებს კითხულობდა. მასთან მივედი და ვუთხარი, ბატონო შტოკჰაუზენ, მე არაფერი გამომდის, ყველა გამოცდა ჩავაგდე მეთქი. მან მკითხა, ვინ გინდა რომ გახდე? რა თქმა უნდა, კომპოზიტორი მეთქი. შემომხედა და მითხრა, შენი ისტორია კარგად ჭარს, აგიყვან. ერთი მესაფლავისგან გავიგე, რომ სარდაფში რაღაც ბიზნესი ჰქონდა. რადიოსადგურიდან ჩამოწერილ სტუდიურ აღჭურვილობას ყიდდა. მის მაღაზიაში შევედი. ირგვლივ უბოები ეწყო. წამომყევით ჩემს პალატაში თუ შეიძლება, მითხრა მან. იქ სინუსოიდური ტალღების გენერატორი აღმოვაჩინე, რომლებსაც შტოკჰაუზენი იმ დროს პირველად იყენებდა. ის ფილტრებიც კარგად მახსოვს, როგორ მუშაობდა მათზე. შტოკჰაუზენმა მდიდარ ქალზე იქორწინა. და ვიფიქრე, მეც ზუსტად ასე ვიზამეთქი. და მართლაც გამომივიდა. შვეიცარიაში მივდიოდი მასწავლებლად. თუ რაც იყო, მნიშვნელობა არ აქვს. მოულოდნელად დავინიშნე კიდეც. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მდიდარ გოგოებზე მეზრუნა, გამოჩნდა ერთი გიტარისტი, რომელსაც ჩემგან გაკვეთილების მიღება უნდა. დავინახე, რამდენად ნიჭიერი იყო. მან სკოლა დაამთავრა და მას შემდეგ 100 წელია ერთად ვცხოვრობთ. როგორც იტყვიან, ჯობს ხელში ჩიტი გეჭიროს, ვიდრე ცაში წერო. ხუთი ბრწყინვალე ინდივიდი, ჯგუფმა კენ ერთმანეთს შეუხამა ევროპული ავანგარდის, ჯაზისა და მინიმალიზმის გავლენები. კენ 1968 წელს გერმანიაში სტუდენტური რევოლუციების წელს დაარსდა. იმ დროს მენტალური რევოლუცია მოხდა. ომი საბოლოოდ დასრულდა და აზროვნების ძველი სტილი უნდა განადგურებულიყო. ჩვენ ვცდილობდით როკ-ენ-როლის დაკვრას, რადგან
ვიცოდით, რომ ეს არ იყო ის, რასთან ერთადაც დავიბადეთ. ჩვენი საკუთარი გზა უნდა გვეპოვა. ჯგუფ Kenis მძლავრი ჟღერადობის გასაღები ჯაკი ლიბეზაიტის დრამი იყო, რომელიც მანამდე გერმანიის საუკეთესო ჯაზ დრამერად ითვლებოდა, სანამ ერთგვარი გასხივოსნება არ ეწვია. ერთი ტიპი მოვიდა ჩემთან და მითხრა: შენ მონოტონურად უნდა დაუკრავ. ეს ისეთი ხმითა და გამომატყველებით ვარ, რომ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. არ ვიცი, რაღაც უცნაური ტიპი იყო. შეიძლება LSD-ზე იყო, ან რამე მსგავსი. საკმაოდ უცნაურად იქცეოდა. დავიწყე ამაზე ფიქრი. ფიქრობდი მონოტონურ დაკვრაზე. მაინტერესებდა, რას გულისხმობდა ის. აი ასე დავიწყე ელემენტების გამეორება. მიუნხენში ლაივს უკრავ. კონცერტი ჰქონდა, რომელზეც ყველა ბილეთი გაყიდული იყო. ნაშუა დღეს ჯაკი ლიბეზაიტთან ერთად კაფეში ვიჭიქე. უცებ დავინახე ვიღაც, ვინც შუა ქუჩაში მოდიოდა. ისინი სალოცავად ქუჩაში იყვნენ გამოსულები. ის ძალიან უცნაურად იქცეოდა. ჯაკის უთხარი: ჯაკი, აი ჩვენი ახალი მომღერალი მეთქი. მე დამო სუზუკი ვარ. მე ნომადი ვარ. 21 საუკუნის ნომადი. მოგზაური, ჰიპი, მაგრამ არა მთლად ჰიპი. მეტაფიზიკური ტრანსპორტიორი. ადამიანი. მივედი დამოსთან და ვკითხე: რას აკეთებ ამ საღამოს? მან კი მიპასუხა: არაფერს. გასაკეთებელი არაფერი მაქვს. გინდა გახდე მომღერალი კონცერტზე, რომელსაც ყველა ბილეთი გაყიდულია მე. დიახ, და რეპეტიცია სად არის? არავითარი რეპეტიცია. პირდაპირ სცენაზე გადიხარ და მღერი მე. დამო თავიდან სამურაის გავდა. ოღონდ ძალიან მშვიდს. მაგრამ მოულოდნელად არაფრისგან ის ვულკანებით ამოიფრქვა და ხალხიც საკმაოდ აგრესიული გახდა. დარბაზში სულ რაღაც 30 კაცი დარჩა. მათ შორის იყო მსახიობი დევიდ ნივენი. მას ვკითხე: ბატონო ნივენ, რას ფიქრობთ ამ მუსიკაზე? მან კი მიპასუხა: შესანიშნავი იყო, რომ არ ვიცოდი ეს თუ მუსიკა იყო. სიმართლე გითხრათ, ბევრი რამ არ მახსოვს, რადგან იმ დროს საკმაოდ კაიფში ვიყავი. სულ ეს არის. კელნიდან ჩრდილოეთით 30 კილომეტრში ავტობანზე მდებარეობს ქალაქი დიუსელდორფი, რომელიც კელნისთვის იგივეა, რაც ლივერპული მანჩესტერისთვის. დიუსელდორფი მსოფლიოს გერმანიის უდიდეს მუსიკალურ პროექტს ჩუქნიდა, თუმცა 1970 წელს მათ ალბათ ვერც კი იცნობდით. ეს არის ჯგუფ კრაფტვერკის პირველი სატელევიზიო გამოსვლა. მასში მონაწილეობენ ფლორიან შნაიდერი და რალფ ჰიუტერი, კლასიკური მუსიკის ორი სტუდენტი, რომლებმაც ჯგუფის შემოქმედებითი ბირთვი ჩამოაყალიბეს. იმ დროს კრაფტვერკი ტიპიური კრაუდ-როკ ჯგუფი იყო, რომელიც ასევე ატარებდა ექსპერიმენტებს ელექტრონიკაში და გერმანული მუსიკის შესახებ თავისი კოლეგების მსგავსი ხედვა ჰქონდა. ჩვენთვის დასავლეთ გერმანიაში მუსიკის კეთება მეტი იყო ვიდრე პრობლემა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ყოველდღიური მუსიკა გაქრა. ის მთლიანად განადგურდა. და ჩვენმა თაობამ ყველაფერი თავიდან დაიწყო. მოგვიანებით რალფმა და ფლორიანმა დაიქირავეს ადამიანები, რომლებსაც მუსიკალური მუშები უწოდეს.
იმ დროს 20 წლის ვიყავი. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ვმუშაობდი. იქ სხვა ბიჭიც მუშაობდა იგივე პოზიციაზე. ერთხელაც ის სტუდიაში მიიწვიეს ჯგუფში სახელად Kraftwerk. ითხრა, ხომ არ მსურდა მასთან ერთად წასვლა. მე ჯგუფი არ ვიცოდი და რადგან უკეთესი საქმე მაინც არაფერი მქონდა, დავთანხმდი. როდესაც Ralph Hewterთან ერთად დაკვრა დავიწყე, მაშინვე აშკარა გახდა, რომ მელოდიასა და ჰარმონიაზე ერთი და იგივე წარმოდგენა ჰქონდა. ეს ნამდვილად არ იყო ამერიკული მუსიკა, არც ბლუზი და არც ევროპული მუსიკა. გერმანულად არსებობს ასეთი გამოთქმა, ნულოვანი საათი. და ჩემი სიტუაციაც მეტნაკლებად ასეთი იყო. ამიტომ ძალიან გამიმართლა, რომ მათ იმ დროს შევხვდი. მოგვიანებით Ralph Hewterმა და Kraftwerk-ის დრამერმა Klaus Dingerმა ჯგუფი დატოვეს, რათა 1971 წელს შეექმნათ საკუთარი პროექტი Noi. ეს სწრაფი წინსვლის იდეა ჩვენ ჯერ კიდევ Kraftwerk-ში ყოფნისას გვქონდა. მაგრამ როდესაც Klaus-მა და მე პირველი ალბომის ჩაწერა დავიწყეთ, უკვე ჩამოყალიბებული ხედვა გვქონდა. მე ყოველთვის წყალთან ახლოს ვცხოვრობდი. ჰამბურგში, სადაც დავიბადე. მიუნხენში, მდინარე იზართან. Wilmslow-ში, ბოლინთან. მდინარე ბოლინთან. პაკისტანში კი ზღვის პირას. დიუსელდორფში რაინთან. წყალთან თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. და მას აქვს რაღაც ეფექტი, რომლის სახსნაც ნამდვილად არ შემიძლია. ეს დროს გავს. რაღაც, რაც დროის მდინარებას უკავშირდება. რაღაცით მუსიკალურ ნახატს გავს, რომელიც მიედინება. ეს მუსიკის ხატია. ჯგუფ Nois ჟღერადობა, სიტყვებით რომ აღწეროთ, ასეთი იქნება. დრამერი ისე უკრავდა, რომ მისი მოსმენისას შენს ფიქრებს დინების საშუალება ეძლეოდა. ემოციებს კი შიგნიდან წამოსვლისა და გონების აქტიური ნაწილის დაკავების. ფიქრობებს მშვენიერებას გზას უხსნიდა. ამ კაცმა იპოვა გზა, რომ თავი დაეღწია სულელური ბლუზის, როკის ტირანიის და ყველა იმ კონვენციისგან, რაც კი ოდესმე მსმენია. ეს ერთგვარი პასტორალური ფსიქოდელიზმია. იმ დროს ჯერ კიდევ გერმანული ისტორიის უკან მოტოვების პერიოდი იყო. ომის შემდგომ გერმანიაში ნაციზმის კონსერვატიული ნარჩენები ყველგან გვხვდებოდა. მე აღფრთოვანებული ვიყავი. მაგალითად, ვილი ბრანდტით. Noim ერთხელ მისთვისაც კი დაუკრა. ის გერმანიის აღმოსავლეთის ქვეყნებთან შერიგების მომხრე იყო. ის ვარშავაში მუხლებზე დაეცა და გერმანიის სახელით პატიება ითხოვა. ეს იყო ის, რაც ჩემს საზროვნებას ძალიან ეხმიანებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯგუფები ბგერით ავანტიურას გერმანიის წარსულის დაძლევის სურვილს უთავსებდნენ, 70-იანების დასაწყისში მათ საკუთარ სამშობლოში წარმატებისთვის არ მიუღწევიათ. გერმანელები, ვისაც პროგრესული როკი უყვარდა, უბრალოდ ბრიტანული და ამერიკული ჯგუფების ფირფიტებს ყიდულობდნენ. სამოციანების შუა პერიოდიდან გერმანული ხმისჩამწერი კომპანიები უშედეგოდ ეძებდნენ საკუთარ ბითლს. 1969 წელს უვე ნეტელბექს
კომპანია პოლიდორმა დაავალა ელექტრონული ბიტლზის პოვნა. აი რა შემოგთავაზა მან. ჯგუფი ფაუსტი, რომელიც 1971 წელს ჰამბურგთან ახლოს ვიუმეში ჩამოყალიბდა. უვე დაინტერესებული იყო რევოლუციური იდეებით. მან გამოიყენა შანსი და პოლიდორს ჩვენი თავის შესაძლოა როგორც ახალი ბიტლზი ისე მიჰყიდა. თუმცა ამით ყველაფერი სრულდება. მანაც და ყველამ პოლიდორის გარდა კარგად იცოდა, რომ ჩვენ ექსპერიმენტულ რაღაცებს ვაკეთებდით. მათ მოგვცეს სტუდია და ხმის ინჟინერი, რაც შესანიშნავი იყო. ჩვენ პრივილეგირებულები ვიყავით. 60-იან და 70-იან წლებში ჰაერში რევოლუციური აზრები ტრიალებდა. ხელოვანები ყოველთვის იმის სარკე არიან, რაც ხდება. და მხოლოდ როკ-ენ-როლის საკმარისი არ იყო მომხდარი მოვლენების ყველა წახნაგის სასასახად. ჩვენზე გავლენა სახდენდა ყველაფერი, რაც გარშემო იყო. რამე თუ კარგად ჟღერდა, ან კარგად გამოიყურებოდა, მას ვეყენებდით. ასე რომ, ბევრი რამ შემთხვევითობაზე იყო დამოკიდებული. ბეტონის სამრევი? მომწონს, გამოვიყენებ და ვეცდები უფრო ღრმად ჩავწვდე. ცხოვრება ხელოვნება, ხელოვნება კი ცხოვრება. სოფელში, სადაც ვცხოვრობდით, მას შემდეგ რაც გაგვიცნეს, მიხვდნენ, რომ ნორმალური ბიჭები ვიყავით. ადგილობრივები გვსტუმრობდნენ ხოლმე. მახსოვს, ერთი ეგრეთ წოდებული სოფლის გიჟი, რომელსაც ჩვენი მუსიკა ამშვიდებდა. როდესაც ჩვენ ვუკრავდით, ის ძალიან მშვიდად იყო. სანამ პოლიდორისთვის ფაუსტის უცნაური ჟღერადობა მაინც და მაინც სასურველი არ იყო, მათით და სხვა გერმანული ჯგუფებით უცხოელები დაინტერესდნენ. სამოცდაათიან წლებში ბრიტანეთი კვლავ ომით იყო შეპყრობილი. გერმანელები მათთვის ისე უმტრები იყვნენ. გერმანელებზე ხუმრობები კი ყოველდღიურობის ნაწილი იყო. ბრიტანული მუსიკალური პრესაც არ ყოფილა გამონაკლისი. მათ ყველა ექსპერიმენტული გერმანული ჯგუფი ერთ ქვაბში ჩაყარეს და იარლიყი, კრაუტროკ მიაკერეს. კარგიც იყო, რომ კრაუტი შეგვარქვეს. სიმღერაც კი დავწერეთ ამაზე. მამაჩემისგან მახსოვს ეს იყო. კრაუტები მოდიანო. ამას მჟავე კომბოსტოს გამოამყოფდნენ. სიმართლე გითხრათ, ეს სიტყვა ნამდვილად არ მომწონს. ეს ერთგვარი შეურაცხყოფა. გარდა ამისა, არავითარი რეალური კრაუტროკ სცენა არ არსებობდა. გერმანიაში უამრავი ასეთი ჯგუფი არსებობდა, თუმცა ერთმანეთის შესახებ არც კი იცოდნენ. შესაძლოა ერთადერთი დამაკავშირებელი რგოლი მათ შორის იყო კონი პლანკი, ვიზიონერი პროდიუსერი, რომელიც თითქმის ყველა მნიშვნელოვან ჯგუფთან მუშაობდა. თუმცა ყველაფერი ცუდად არ ყოფილა. ბრიტანეთის ინტერესი გაყიდვებში აისახა. 70-იანების შუა პერიოდი ბრიტანეთში პროგრესული როკის პიკი იყო და გერმანული ჯგუფები ამ სურათში კარგად ჩაეძებდნენ. ბრიტანულმა ლეიბლმა Virgin თითქმის ყველა კრაუტროკერი დაიმატა, თუმცა ერთ შემთხვევაში იმაზე მეტი ტვირთი აიღეს, ვიდრე შეეძლოთ. რიჩარდ ბრანსონი ის აზარტული მოთამაშესავით იყო. მან თქვა, წავიდეთ გერმანიაში და ამ ჯგუფებზე ფსონი დავდათო.
ფაუსტის შემთხვევაში ამან არ გაამართლა, რადგან ჩვენ ისევ ისეთი დამოკიდებულება გვქონდა. არავითარი კომპრომისი. მერე მან ინტერესი დაკარგა. ან ჩვენ შევქმნით პრობლემა. სიმართლე გითხრათ, კარგად არ მახსოვს. ბევრს ვეწეოდით და იმედი. ჩვენ ასევე გვქონდა პრობლემა საჭმელთან. ბრიტანულ კერძებთან. დიახ. შეგიძლია დააკონკრეტოთ. ჩვენთვის ეს ძალიან უჩვეულოა. შემწვარი ხორცი პიტნის სოუსით. ჩვენ კი გერმანული სამზარეულო გვინდა, რაც შესაძლოა მათ შეურაცხყოფდა. ვირჯინის სხვა ჯგუფები უფრო წარმატებულები აღმოჩნდნენ. Tangerine Dream ძალიან პოპულარული გახდა დიდ ბრიტანეთში 1974 წელს. მას შემდეგ, რაც ისინი საფრანგეთში რეიმსის ტაძარში დასაკრავად მიიწვიეს. კონცერტის დასაწყისში ტაძარში 6000 ადამიანი იყო. მაშინ როცა იქ მხოლოდ 2000 კაცის ფეხზე დგომის ადგილი იყო. წარმოიდგინეთ, როგორ გამოიყურებოდა ეკლესია, როცა ეს ბრბოდა იწრა. ეს ნამდვილი კატასტროფა იყო. მოგვიანებით ვატიკანიდან წერილი მივიღე. ამ ინციდენტის გამო კათოლიკურ ეკლესიებში დაკვრის სამუდამო დაგვიკრძალეს. თუმცა დაახლოებით 3 კვირის შემდეგ ლივერპულის ანგლიკანური ტაძრის დეკანისგან წერილი მივიღე. მან ეს ამბავი გაიგო და მოგწერა. თუ ისინი თავიანთ ტაძრებში არ გიშვებენ, ჩვენ გეპატიჟებით ჩვენს ყველა ტაძარში მსოფლიო მასშტაბით. ეს შესანიშნავი იყო. ერთხელ კონცერტის დღეს დილით სასტუმროს ჰოლში გამოვედი და გაზეთების დახლზე ჩემი ფოტო დავინახე. სათაური ასეთი იყო. 40 წლის წინ ისინი აქ ამ ადგილების დასაბომად მოვიდნენ. დღეს კი სინთეზატორებით ბრუნდებიან. Eins, zwei, drei, vier. თუმცა ჯგუფმა, რომელმაც ნამდვილი გარღვევა მოახდინა, ეს კრაფტვერკი იყო. 1974 წლისთვის რალფმა და ფლორიანმა სრულიად უარყვეს გიტარა და დრამი. გადავიდნენ მხოლოდ ელექტრონიკაზე და დაიქირავეს სხვა მუსიკალური მუშები, საკუთარ ცნობილ Kling Klang სტუდიაში სამუშაოდ. ახლა ჩვენ სწორედ იმ ცნობილ მინტროპის ქუჩაზე ვართ. ჩვეულებრივი ადამიანებისთვის საქაურობა საინტერესო არ არის, მაგრამ ელექტრონული მუსიკის მოყვარულებმა იციან, რას ნიშნავს ეს ადგილი, რადგან სწორედ აქ იყო Kling Klang სტუდია. ჩვენ ახლა ბევრს ვერაფერს ვნახავთ. აქ უბრალოდ კიბეებია, რომლებიც იმ კარისკენ მიდის. შემდეგ კი მარჯვნივ სტუდიის მთავარი შესასვლელი იყო. აი მხოლოდ ეს ორი პანჯარა. ეს დიდებული დრო იყო. ომის შემდეგ გერმანია სულ უფრო და უფრო ვითარდებოდა. ყველაფერი თავიდან უნდა აშენებულიყო. აშენებდნენ უფრო და უფრო მეტ ავტობანს. ჩვენ კი უფრო დიდხანს და სწრაფად შეგვეწყობებდა. ძრავები გაძლიერდა, მანქანები დამშვენდა.
ჩვენ ახალგაზრდა კაცებს უკვე შეგვეძლო ასეთი მანქანების ყიდვა. უბრალოდ გასართობად გავდიოდით ავტობანზე. 120, 140, 150 კმ/სთ სიჩქარით. ფანჯარას ვწევდით. ქარის ხმას ვუსმენდით. და ამ ყველაფრისგან მუსიკას ვქმნიდით. ტექნოლოგიური პროგრესის, ელექტრონული მუსიკის, იუმორისა და რომანტიზმის გაერთიანებით კრაუთვერკმა კრაუტროკს გადააბიჯა. ისინი აღარ გავდნენ მოუწესრიგებელ კრაუტროკერებს. რალფი და ფლორიანი ძალიან ელეგანტური და მდიდარი ოჯახებიდან იყვნენ. მათ შეეძლოთ ხელნაკეთი ფეხსაცმლის უფლება მიეცათ საკუთარი თავისთვის. მახსოვს როგორ აჭერდნენ ცხვირებს იმ მაღაზიების ვიტრინებს, სადაც 1000 მარკად ხელნაკეთ ფეხსაცმელს ამზადებდნენ. ჩვენ ძალიან გვინდოდა განსხვავებულები ვყოფილიყავით ინგლისისგან და ამერიკისგან. ამიტომ თმა მოკლედ შევიჭერით და ჩვენთვის შეკერილი ელეგანტური კოსტუმები ჩავიცით. ჩემთვის ყველაზე დიდი აღმოჩენა Radioactivity იყო. გამიფიძინებდი და გეიგერის მთლელის ხმას ვუსმენდი. მთელი არსი კი იმაში იყო, თუ როგორ აახლოებდნენ ან აშორებდნენ მანიპულატორს რადიოაქტიურ მასალას. ერთხელ ფლორიან შნაიდერთან ერთად სატაცურის საყიდლათაც კი წავედი. მათ შევხვდი და უცებ მეუბნება. თუ გინდა ახლა სატაცურის სეზონია. ბაზარში მივდივარ საუკეთესოების ამოსარჩევად. ხომ არ წამოხვალო? უთხარი რატომაც არა. წავედით და ერთად ძალიან სასიამოვნო დრო გავატარეთ. როგორ ფიქრობ, როდის გაივლის შენს ვენებში სისხლის ნაცვლად ელექტროენერგია? არ ვიცი. ადამიანის სხეულს აქვს მცირე ელექტრონული მუხტი, რომელიც შეგიძლია დაინახო ელექტროკარდიოგრამაზე. არ არსებობს არანაირი გამიჯვნა ადამიანსა და ტექნოლოგიას შორის. ჩვენთვის ეს ერთი მთლიანობაა. როგორ ხედავ შენ თავს? მუსიკოსი ხარ თუ ტექნიკოსი? ჩვენ მუსიკალური მუშები ვართ. ჩვენ თავს ასე ვეძახით. მუსიკალური მუშები. მე თავს არასდროს ვგრძნობდი ადამიან მანქანად. არ ვიყავი მუსიკალური მუშა, როგორც რალფს უყვარდა ხოლმე ჩვენი აღწერა. ყოველთვის ვუსწორებდი. რალფ, ასე ნუ არ ამბობ. მე მუსიკალური მუშა არ ვარ მეთქი. ამას ნუ ამბობ. მე არ ვარ მუსიკალური მუშა. ბოლომდე მხიარულება იყო, სანამ ეს ყველაფერი დასრულდებოდა. თუმცა დასასრული არასოდესაა მხიარული, რადგან ის დასასრულია. კრაუთვერკის სრულყოფილმა არტისტურმა ხედვამ ისინი ერთადერთ ჭეშმარიტ გლობალურ გერმანულ ჯგუფად აქცია. თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით მათ კოლეგებზე. მაგალითად კლასტერზე, რომლებმაც 70-იანი წლების დასაწყისში გადაწყვიტეს, რომ ბერლინის დატოვების და სოფელში დაბრუნების დრო იყო. როდელიუსი და მობიუსი საქსონიაში მე-16 საუკუნის ერთ-ერთ პატარა სოფელში დასახლდნენ, სადაც მათ ჯგუფ ნოის გიტარისტი მიხაილ როტერი შეუერთდა და შექმნეს პროექტი ჰარმონია. ჰარმონიას პირველი ალბომი სწორედ აქ ჩაიწერა.
ხედავთ ამ ოთახს. კედელზე ჩამოკიდებულ ფოტოზე. ეს პირველი ალბომის შიდა მხარეა. და ხედავთ იმ ღობელს. ეს იყო ერთადერთი საშუალება, რომლითაც ზამთარში სტუდიას ვათმობდით. წარმოიდგინეთ, გაყინული თითები და ფეხები. თუმცა აქაური ხედი განსაკუთრებული იყო. კილომეტრების მანძილზე იყურები და ვერავითარ ადამიანურ ნაგებობას ვერ ხედავ. 1974 წელს ჯგუფ ჰარმონიას ambient ელექტრონიკამ ერთი ბრიტანელი როკ ვარსკვლავის ყურადღება მიიპყრო, რომელიც ახალ მიმართულებას ეძებდა. თავიდან Roxy Music მომდო. თუმცა ბრაიანს პირადად არ ვიცნობდი. ფოტოდან გამომდინარე ვფიქრობდი. ეს ტიპი სულელი და ექსტრავაგანტული უნდა იყოს. 74 წელს ის ჰამბურგში ჩვენს კონცერტზე მოვიდა. მასთან დაკვრა ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა. უთხარი, მოდი და ერთად ნამდვილი მუსიკა ვაკეთოთ მეთქი. კიდევ 2 წელი გავიდა, სანამ ბრაიან ინომ დარეკა და იკითხა, შეეძლო თუ არა მათთან ჩამოსვლა. ბრაიანი ჩვენს სახლში მოვიდა იმისთვის, რომ ჩვენგან ესწავლათ. და არა პირიქით. ფიქრობ, მან არ იცოდა რა გაეკეთებინა იმ მომენტში. ის აშკარად შემოქმედებით ჩიხში იყო. თავიდან ალბომის ჩაწერის იდეა არც მქონია. უბრალოდ აზრებს ვცვლიდით. ვსეირნობდით. პინკ მონკსაც კი თამაშობდით. ძალიან სასიამოვნო დრო იყო. ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ 3 ფირი მუსიკით ჰქონდა შევსებული. ეს ცარიელი ფირები მან თავად ჩამოიტანა. ჩვენ ღარიბები ვიყავით და ფირების ფულიც კი არ ჰქონდა. ამან ჩვენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. ერთხელ სტუდიაში მითხრა, არ ინერვიულო მიხაილ, ერთ დღეს შენს გამდიდრდებიო. მაგრამ როგორც ხედავთ, დღემდე არ ვარ მდიდარი. ინომ სოფელი დატოვა. იდეა ის იყო, რომ მუშაობა უნდა გაეგრძელებინათ. თუმცა ეს აღარ მოხდა. მან წასვლის შემდეგ ჩაწერა ალბომი Low დევიდ ბოუისთან ერთად. 1976 წელს დევიდ ბოუიმ მისთვის უცნობ ქალაქში ახალი კარიერა დაიწყო. ბოუი ცნობილი იყო იმით, რომ ყოველთვის საჭირო დროს საჭირო ადგილას ჩნდებოდა. 76-ში კი მან იცოდა, რომ ეს ადგილი ბერლინი იყო. ბრაიან ინოსთან ერთად ბოუიმ თავისი ალბომები Low და Heroes ბერლინის დიდებულ ჰანსა სტუდიოში ჩაწერა. მახსოვს, ამ ოთახს შესანიშნავი აკუსტიკა ჰქონდა. მოусმინეთ. ჩემი ტაჩის შემდეგ პატარა ექო ისმის. ფიქრობ, დევიდ ბოუის სწორედ ეს მოსწონდა. სტუდიის საკონტროლო ოთახიდან, რომელიც ახლა ბარია, პირდაპირ ბერლინის კედლის სათვალთვალო კოშკი ჩანდა. დარწმუნებული ვარ, მესაზღვრეებმა იცოდნენ, აქ რა ხდებოდა. რადგან როდესაც პულტთან ვისხედით, ერთ-ერთი სანათი პოლიციელისკენ მიუმართე. დევიდი და ტონი მაშინვე პულტის ქვეშ შეძრდნენ და იყვირეს. არ გაბედო, ეგ არ ქნაო. მე კი უთხარი, რომ ეს უბრალოდ ხუმრობა იყო და ისინი არაფერს დაგვიშავებდნენ. ორივე ალბომში ბოუიმ კრაუტროკისთვის დამახასიათებელი განწყობა შეითვისა. Low-ს მეორე გვერდი აშკარად ატარებდა ინოსა და ჯგუფ პლასტერის გავლენას. ბოუის თავდაპირველად Heroes ჩაწერაც კრაუტროკერ მუსიკოსებთან ერთად სურდა.
დევიდ ბოუიმ 77 წელს დამირეკა. საინტერესო იქნებოდა მასთან და ბრაიან ინოსთან ერთად ბერლინში მუშაობა, მაგრამ რაღაც ვერ აეწყო. მან მითხრა, რომ ნოის 75-ის ორი ტრეკი, Hero და After Eight, მისი საყვარელი სიმღერები იყო. ალბათ ყველა ხვდება, საიდან გაჩნდა მისი ალბომის სახელწოდება. 1977 წელს გამოსული Heroes Bowie-ის დიდი ჰიტი გახდა. თუმცა ნამდვილი გმირები თავად კრაუდროკერები იყვნენ. სასაცილო ის არის, რომ ახლა ისევ აკეთებენ რაღაცას, რასაც კრაუდ-როკს უწოდებენ. ამიტომ უნდა დავფიქრდე, წავიდე თუ არა. ვფიქრობ, ეს მხოლოდ ამ სიტყვას უკავშირდება და არა მუსიკას. მაშინაც კი, თუ მუსიკას გავს, მას აკლია ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. კრაუდ-როკის სოციალური მოძრაობის ნაწილი. შეგიძლიათ ფირფიტები თავიდან ჩართოთ, მაგრამ ის დრო და განწყობა უკან აღარ დაბრუნდება. კრაუდ-როკი შესაძლოა დასრულდა, მაგრამ ეს სევდიანი დასასრული არ არის. დღეს ეს ხელოვანები კვლავ ისეთივე უკომპრომისო ნირჩებიან, როგორებიც იყვნენ. ბევრი თავისი ანგლო-ამერიკელი კოლეგისგან განსხვავებით, მათ უარი თქვეს სისტემის ნაწილად ქცევაზე. აქ რაინდებს ვერ შეხვდებით. აქ მხოლოდ ბედნიერი ექსპერიმენტატორი მუსიკოსები არიან. გახმოვანებულია ვინილი ჯის მიერ.